სუეცის არხის გაყვანის იდეა ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მომდინარეობს. ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ნაპოლეონს გაუჩნდა ხმელთაშუა და წითელი ზღვების დამაკავშირებელი არხის გაყვანის იდეა, რომელიც ფრანგმა სპეციალისტებმა უარყვეს. ისინი თვლიდნენ, რომ ზღვების განსხვავებული დონეების გამო რაბების გარეშე მშენებლობა შეუძლებელი იყო. მაგრამ სუეცის არხის პროექტზე მუშაობა დაიწყო ინჟინერმა ლეპერმა 1798 წელს. მისი მუშაობა შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ინჟინერმა და ტექნიკოსმა განაგრძო. ისინი ოცნებობდნენ არხის მშენებლობაზე. მთელი კაცობრიობა გაერთიანდება როგორც ერთი ოჯახი, ფრანგები, ინგლისელები, ოსმალოები. ინჟინრებმა არხის პროექტით საფრანგეთის და ინგლისის კაპიტალისტებს მიმართეს და აქ აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა სრულებით არასურდა საერთო საქმიანობისთვის გაერთიანებულიყო. ინგლისელებმა კატეგორიული უარი განაცხადეს საფრანგეთთან ერთად დაეწყოთ არხის მშენებლობა. მათ ეშინოდათ, რომ როდესაც არხი აშენდებოდა, საფრანგეთის კაპიტალისტები ხელში ჩაიგდებდნენ ინდოეთთან ვაჭრობას და რომ ფრანგებს თვითონ არ დაეწყოთ მშენებლობა, ინგლისელებმა ამ პროექტის წინააღმდეგ ოსმალეთიც აამხედრეს. მაშინ სუეცის ყელი ოსმალეთს ეკუთვნოდა და მათ ნებადაურთველად მუშაობის დაწყება არ შეიძლებოდა. არხის პროექტი დიდხანს იდო შეუსრულებელი. ბოლოს მან ფერდინანდ ლესეპსმა მოკიდა ხელი. ვინ იყო ეს ლესეპსი? ინჟინერი, არქიტექტორი, მეცნიერი? არა, იგი არც ინჟინერი იყო, არც არქიტექტორი და არც მეცნიერი. წინათ ის ეგვიპტეში მსახურობდა საფრანგეთის ვიცე-კონსულად, მაგრამ სამსახურში რაღაც მარცხის გამო თავის დანებებას თავი დაანება და არხის მშენებლობის ხელმძღვანელობას მოკიდა ხელი. საამშენებლო საქმეში ლესეპს ძალიან ცოტა რამ გაეგებოდა, მაგრამ ის საფრანგეთის იმპერატორს ენათესავებოდა და ეგვიპტეს ხედივთან, სულთანის ნაცვალთან მეგობრულად იყო განწყობილი. ლესეპსმა საფრანგეთის იმპერატორი დაარწმუნა ოსმალეთთან ხელშეკრულება დაედო. ხედივმა კი არხის ასაშენებლად ფულიც გაიღო და მუშახელიც მისცა. მხოლოდ მაშინ დაიწყო მუშაობა სუეცის არხზე. 10 წლის შემდეგ 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა. რის აღსანიშნავადაც ქალაქ კაიროში გაიმართა ოპერა აიდას პრემიერა. მისი დაწერა საგანგებოდ შეუკვეთეს ცნობილ იტალიელ კომპოზიტორს ჯუზეპე ვერდის.